პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ნაწილი თავისუფალია. საბაჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ავთანდილ თოფჩიშვილი და სიმონ მახარაძე იმ 226 კაცში მოხვდნენ, რომლებიც ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. რაჭაში თხმორის ჩანჩქერში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. გუშინის ადგილზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ჩანჩქერის სათავის დასათვალიერებლად მარტო წავიდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ის წყლიდან ამოასვენეს. მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩის შემდეგ პოლონელი გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. იაგელონიას ფეხბურთელები კომაგებთან ერთად გამარჯვებაზე იმობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გულშემატკივარი მოაჯირიდან გადავარდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ვიზიარმა ბორტზე კისრის ბალიშის უფასო დატანა აკრძალა. ავიაკომპანიის მოქმედი წესების მიხედვით ბალიში ხელბარგში უნდა მოთავსდეს. თითოეულ მგზავრს ბორტზე უფასოდ შეიძლება აიტანოს ერთი ხელბარგი, რომლის ზომა და წონა წინასწარ არის განსაზღვრული. ჭანთა მგზავრის წინა სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს.